მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. მეწყერი ღვარცოფი ქვათა წვენა გზებზე. გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში სტიქიური მოვლენების შეფასებას და 2025 წელს რეგიონებში მოსალოდნელი სტიქიების შესაძლო გააქტიურების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით გეოლოგებმა თბილისი და 10 რეგიონი გამოიკვლიეს, მათ შორის სამცხე-ჯავახეთი. ამავე წყაროს ცნობით გასულ წელს გეოლოგიის დეპარტამენტმა საქართველოში 1065 საფრთხის შემცვლელი უბანი შეაფასა. ანგარიშის მიხედვით სამცხე-ჯავახეთის მხარე 8-9-ბალიანი სეისმიური რისკის ზონაშია მოქცეული. 271 დასახლებული პუნქტიდან მაღალი რისკის ქვეშაა 24 საშუალო 67, ხოლო დაბალი რისკის ზონაში 179 პუნქტი. ანგარიშში მოხვდა ადიგენის სოფელ უდის მეწყერი, რომლის გამოც ათობით ოჯახი იძულებული გახდა საცხოვრებელი მიეტოვებინა და სოფელ არალთან მეწყრის შედეგად დაზიანებული გზა, რომლის შეკეთების შესახებ დაპირება გასულ წელს გაიცა, თუმცა ამაოდ. გეოლოგები 2025 წელს მეწყრის გააქტიურებას ადიგენის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში პროგნოზირებენ. უდე, არალი, ვარხანი, აბასთუმანი, ჭელა, ზარზმა, ღორძე, ხოლო ქვათეცვენა, მოხის, გოდერძის, აბასთუმნის საავტომობილო გზებზეა მოსალოდნელი. გეოლოგები ანგარიშში მიუთითებენ, რომ 2024 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში გეოდინამიკური გართულებები არ დაფიქსირებულა, თუმცა ამის მიუხედავად ვარაუდობენ, რომ გაღმა აწყურში, თისელში, ტყემლანაში, ანში, საყუნეთში და სხვაგან შესაძლოა მეწყერული პროცესები გააქტიურდეს, ხოლო სხვილში და ურაველში ღვარცოფს პროგნოზირებენ. კოალიცია ძლიერი საქართველო და პარტია გახარია საქართველოსთვის 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ერთობლივად აპირებენ. შესაბამისი მემორანდუმი მხარეებმა 14 ივლისს გააფორმეს, რაც მათ შორის წინა საარჩევნო თანამშრომლობას ფორმალურად ამყარებს. დოკუმენტის თანახმად კარი ღიაა სხვა პოლიტიკური ძალებისთვისაც, რომლებიც თანამშრომლობის სურვილს გამოთქვავენ. ამ შეთანხმების ფონზე ოპოზიციური სპექტრის ძირითადი ნაწილი, პარტიები, რომლებიც პროევროპული პროტესტის მონაწილეები არიან, არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ. მათივე განცხადებით მიმდინარე პროცესებში მონაწილეობა აზიანებს როგორც საერთო მიზნებს, ისე პოლიტიკური ცვლილებების პერსპექტივას ქვეყანაში. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.